მოგესალმებით კიდევ ერთხელ მევესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის. რა უცნაური ამბავია ისე არა, როგორი ფრაგმენტული არის ქოცის ლოგიკა კორუფციასთან, ბრძოლასთან დაკავშირებით. ანუ კორუფციის ყველაზე გავრცელებული ფორმა ზაალ არის ეს ეგრეთ წოდებული ტენდერებში ეგრეთ წოდებული ატკატები და აი ეს პროცესი რა, როცა აღებმიცემობა ხდება რაღაცა ორ სამკაციან კომპანიებს და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, მერე სახელმწიფო სტრუქტურა თვალს დახუჭავს იმაზე, რომ უხარისხოდ ნაგავია გაკეთებული სამუშაოს მაგივრად და აი აქ კეთდება ყველაზე დიდი ფული კორუფციაში. ანუ ასეთი რაღაცების გამო ეხლა საპყრობილეში ჩაგდებულები არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მის მოადგილეები, შესყიდვების ეს რა ქვია, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, სუსის უფროსი და ამავდროულად. ყველა აღებმიცემობაზე, ანუ საზიზღარ კორუფციის ფაქტებზე დაწყებული ბაგაბაღების გაძარცვით დამთავრებული რაღაცა ჯარისკაცების საჭმლის მოპარვით. და იქ რკინიგზის ჯართად დაჭრით. აი ამ ფრაგმენტულ აზროვნებაში იქ აღმოაჩინეს იქ სადაც ყველაზე მეტია ოღონდ ესეთი აღებმიცემობა და სადაც ყველაზე თვალსაჩინოა ამ ქალაქში ცხოვრობს ამ ქვეყნის მოსახლეობის ფაქტორად ნახევარი თბილისში გულისხმობ და ყოველდღიურად თვალსაჩინოა განსაკუთრებით მაშინ როდესაც იწვევს მაგრამ ყოველდღე თვალსაჩინო არის თუ რა არის კორუფცია კალაძის სისტემაში და კალაძეს როგორ ვერ ხედავს აი როგორ თვალს იბრმავებს ბიძინა ივანიშვილი და მთელი სისტემა თითქოს ეს არ არსებობს ანუ ყოველ წვიმაზე ძლიერზე ხო ნუ რავი წვიმაზე როგორიც მოდის ხოლმე თბილისში რა ვიცი ოდიდგანვე ივლისის თბილისის უცხო არ არის ხო არ არის ეს უცხო ნუ აი დიდი და კატასტროფული იყო 13 ივლისის წვიმა მაგრამ ეს არ არის ესეთი წვიმა ესეთი იცის ამ დროს ამ ქალაქში როგორ შეიძლება რომ გააკეთო მთელი ქუჩების გამზირების უბნების რეაბილიტაცია იქ დადგა 80,000 ევროიანი ნაგვის ყუთები რომელისგანაც ნაგავს იღებ და ვერ ამუშავებ იმიტომ რომ ქარხანა არ აქვს ნაგავს აყრელზე მიგაკ პირველყოფილი ადამიანივით აქაც ეგ აი კატასტროფა არის და ამ ქუჩებს უბრალოდ ელემენტარული სანიაღვრე სისტემას ვერ უშენებ ანუ კანალიზაციაზე და რთულ კონსტრუქციაზე კი არ არის ლაპარაკი სანიაღვრე სისტემა არის ყველაზე მარტივი დრენაჟი ქუჩის რომ ასფალტი რო აგია გვერდებიდან წყალი სადღაც გავიგდეს წერეთლის გამზირი გინდა ჭავჭავაძის გამზირი გინდა დიდი დიღომი გინდა ის ადგილებია რომლებშიც ან შაშან წინ მორჩა ეს რეაბილიტაცია ანუ აქ თითქოს არაფერი ანუ ეს ყველაფერი ნორმაა ანუ ეს კაცი რო გამოვა რაღაცა აი ამ დაფიქრებული ტონით თითქოს იმ ტვინში მართლა რა მეკონდეს აი რო დაფიქრდება სერიოზულად და აი როგორც ტიპიური ნებისმიერი სულელი როცა აღმოაჩენს რაღაცა ამბანურ ჭეშმარიტებას ესე გაკვირვებული რო იძახის რომ თურმე დრენაჟი არ მუშაობს და ბოდიშ ვიხდი ჩემი ბრალია დრენაჟი რო არ მუშაობს ჩემი ბრალია ან თქვენი ბრალია ან იმ მაყურებლის ბრალია ვისთანაც ყელყელაობს ამ ყველაფერზე კახა კალაძე როგორ არ არის პასუხისმგებელი მინიმუმ იმ ხალხის დანიშვნაზე ვისაც ეს უნდა ეკონტროლებინა მინიმუმ იმ სისხლის სამართლის დანაშაულზე რომ იქ ტენდერი როგორ შეირჩა მერე იმის კონტროლი როგორ მოხდა და მერე ის რატო ჩაიბარა მერიამ რატო ჩაიბარა წერეთელი რომელიც როდესაც რეაბილიტაცია დამრთა და ამან ჩლაჩუნა შარულებში მეორე დღესვე გახსნა გააკეთა იმ ქუჩის მესამე დღეს დაიტბორა წერეთლის გამზირი რატო მაშინვე არ მოხდა ამის გამორკვევა მაგრამ არა იქ იმიტომ რომ ლილუაშვილს რაღაცა პრობლემა შეექმნა მეფის კარზე და ამიტომ ეხლა მას ჩავწიხლოთ ჩავაგდებთ ციხეში და ყველა ოჯახის წელს დაუჭერთ ეს სისტემა ოღონდ ეს რაღაცაში გვჭირდება ამას მოვეფერებით ეს იყოს ამასთან არა გვაქვს პრობლემა დაი თბილისი დაიპოროს ავლაბრის მეტრო რომელიც ახლოს არის აქედან შორს არ არის ავლაბრის მეტრო რომელიც არის რა უახლოეს გაკეთებული მეტრო სადგური მეტროზე არ არის აქაც რთულ კონსტრუქციაზე ავლაპარაკობ ზალიკო აქაც ვლაპარაკობ ძალიან მარტივ რაღაცას დარბაზის მოპირკეთებაზე მთელი მეტროს დარბაზი წყლით იყო სავსე ყველა ადგილიდან წვეთავდა როგორ შეიძლება აეროპორტში წყალი ჩამოდიოს ისე რომ 2 დღე მგზავრებს იღებდე ქუჩაში რაღაცა იმაში 1920-იანი წლებივით ფილმებში რო გვაქვს ნანახი ტრაპთან ხვდებოდა ლამის ხალხი იმას რა ქვია თვითმფრინავებს ანუ კატასტროფაში ვცხოვრობ ჩემთვის მაგალითი არის ის ვარკეთილის მეტრო სადაც წლების განმავლობაში ჭერი ვერ გააკეთეს რა ვიცი ამას წინათ სადღაც ვკითხულობდი ამსტერდამში თუ მოკეთ რომელიღაც სკანდინავურ ქვეყნებში მთელი მეტროს სადგურების გაკეთებას ანუ გაყვანას მთელი სადგურების ხო რაღაც 20-მდე სადგურს 2 წელი მოანდომეს და ჩვენ ერთი დავაკეთეთ 7 წლის განმავლობაში. სიქსტის კაპელა ალბათ ბევრად უფრო მალე მოიხატა, ვიდრე იქ უბრალოდ შეიკიდა ჭერი ვარკეთილის მეტროში. ანუ აი ამ კატასტროფაზე ვლაპარაკობ და აქ გეუბნებიან, რომ არა, მათ კორუფცია აღმოფხვრეს. ანუ ეს ის ხალხია, ზალიკო, აი შორს აღარ მივდივარ. დღეს გახდა ცნობილი, რომ აი ეს ხალხი, რომელიც გამოდის და უწიფრად ყოველწამიერად გატყუებს, რომ კორუფციას ბოლო მოუღო, იმიტომ რომ საპყრობილეში ჩააგდო ირაკლი ღარიბაშვილი, კალაძეს ოღონდ არ ეხება.
ეს ხალხი გეუბნება კორუფციას ბოლო მოუღო და დღეს ვიგებთ ამბავს, რომ ბექ აუდიტორიას ქვისლმა მოიგო რუსთაველის რეაბილიტაცია 20 მილიონიანი ტენდერი. ვინმე სხვამ კი არა, ისევ ქვისლმა. როგორ ხდება რომ მარტო ესე ცოლის და ახლო ნათესაობები და ნათესაობები და ძმაკაცები არიან მათი კარგი. ეს ხო ვნახეთ, აი შორს არ წავიდეთ, შეხედე ლილუაშვილის кейსი ავიღოთ. ლილუაშვილზე როდესაც ლაპარაკობდნენ ჩემი კოლეგები, საბაბუაძე იქნებოდა, ლევან ხაბაიშვილი, სხვები ისინი აქტიურად კორუფციით იყვნენ დაკავებული იმ პერიოდში, რომ ამბობდნენ, რომ მთელი თავის სანათესაო ბიზნესში ყავს გაშვებული. მთელი თავის საძმაკაცო ის ბიჭი გიждები ამ სახელდაგვარზე ყოველ ბიჭიკო პაიკიძე ეს რაღაცა წარმოუდგენელი მხაპველი ყველაფერი რომ მოხაპა მთელ საქართველოში ეხლა გაქცეული რო არის ამ ქვეყნიდან ვიღაც ბიჭიკო როგორ ხდება აი მაშინ ამბობდი როგორ ხდება რომ სუსის უფროსის მარტო ესენი არიან ნიჭიერები მისი საძმაკაცო მისი სანათესაო მისი ცოლის ნათესაობი მარტო ესენი მდიდრდებიან ჯადოსნურად მარტო ესენი იგებენ ტენდერებს და როგორ მოხდა რომ ეს ხდება მარტო მაშინ როდესაც ლილუაშვილი დაახტა თანამდებობის პირი ეხლა იგივე კითხვას სვავ როგორ ხდება რომ რუსთაველის რეაბილიტაციას არა რომელიმე დიდი სახელოვანი რაღაცა წარმატებული მართლა კომპანია აკეთებს არამედ მარტო ოცნებასთან დაახლოებულ ადამიანს აღმოაჩნდა ისევ ნიჭი რომ საქართველოს მთავარი გამზირი გააკეთოს როგორ არ არის ეს კონკრეტული კორუფციული სქემა აი ამიხსნას ვინმე როგორ არის რკინიგზის დაჭრა ჯართად კორუფციული სქემა რაზეც ვთანხმდებით კი არის და ეს არ არის ეს არ არის კორუფციული სქემა ანუ ის რომ აქ ნათესაური კავშირები აქვს უმაღლესი რანგის ქალაქის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებულს ხო ეს ხო რაღაც რიგიფიკაცია არ არის ყავდა თუ არა კონკურენტები იმიტომ რომ ჯერჯერობით სატენდერო დოკუმენტაციაში არ ჩანს როგორ მე მგონი არც ყავდა და ესეც ძალიან საინტერესო იქნება კონკურენტების გარეშე მიიღო თუ არა რითი ამართლება ხო ცი მაგ ამბავს მანამდე რომ პრობლემა რატო აქვს რატო ერახტეთ ეს რეაბილიტაცია ძალიან უნდა თქო არავინ თავმოყარე არავინ და შეაიღო ყველაზე წალწაღებული ქოციც კი არ იღებდა მონაწილეობას მაგ ტენდერში იმიტომ რომ იცოდა რომ საშინელ პრობლემის წინაშე დადგებოდა იმიტომ რომ დემონსტრაციები არის ხო რა თქმა უნდა ხა რამდენიმე წელია პოლიტიკური ეპიცენტრია ქვეყნის ახლა რუსთაველის გამზირი და იქ ახლა ხო რა ძალიან მარტივი საქმე არ არის ძალიან დიდი რისკია ნებისმიერ კომენტ ანუ მოკლედ აი ეს ყველაფერი ახლა რაც მე და თქვენ ვილაპარაკეთ პირდაპირ ეთერში აი ამ ყველაფრის აი სასაცილო გაგრძელება არის ის, რომ აი ამ ხალხმა, ვინც ამ ყველაფრის ავტორია, მეტროს შენობებს ვერ ამთავრებენ, ქუჩებში დრენაჟს ვერ აკეთებენ, ნუ მეტროს სადგურზე ზედმეტია ლაპარაკი, აი ამებს ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ კორუმპირებულები არიან, არაკომპეტენტურები არიან, ბოდიში ფეხებზე კიდიათ ეს ყველაფერი. ეს ხალხი იძახის, რომ 2029 წელს საქართველოს მოქალაქეებს ჩააბარებს მარტო ააშენებს ღრმა წყლოვან პორტს შავი ზღვის აკვატორიაში. ანაკლიაში. ანუ ეს ხალხი გეუბნებათ, რომ აღარავინ აღარ ჭირდებათ, არც ამერიკელი, უკვე აღარც ჩინელი, ნუ რუსიც აღარ უნდათ. აგერ გუშინ გრიგოლ გეგელიას ბრიფინგზეც ხელი კრეს, რომ არც აზერბაიჯანელები და სომხები არ გვინდა, არავითარი კონსორციუმი, ჩვენ ვიზამთ მარტო. მეტროს ვერ ვაშენეთ, რა მოხდა? გრიგოლეთში ხიდი ჩაგვანგრა და იმის მერე 8 კომპანია გამოუცვალეთ, მაგრამ მაინც ვერ ავაშენეთ ის გზა. აგერ დრენაჟს ვერ ვაკეთებთ ქუჩებში სანეაღვრეს, მაგრამ რა მოხდა? პორტს ავაშენებთ, პორტს, რომელსაც უნდა რამოდენიმე 100 მეტრის დაღრმავება ყოველწლიური ასობით მილიონი დოლარის ექსპლუატაცია იმისთვის რომ არ გაივსოს ისე ქვიშით ურთულესი კონსტრუქცია არის ამას გავაკეთებთო ქოცმა თქვა ალბათ ისევ გამოჩნდება იქაც საოცრება ან ბექაუდიშარიას ეს არა ქვია ქვისლი ან კალაძის ქვისლი ან ვიღაცის ბიძაშვილი ან მამიდაშვილი უნიჭიერესი კაცი რატომღაც ამ უნიჭიერეს კაცს არ ვფიქრობ რომ აშენებენ პორტს თუ ეს არის ისევ დროის გაყვანის ცდელობა როგორც ჩვენ ამდენი წელია უყურებთ რომ სულ იცვლება რაღაც A გეგმას მოყვება B გეგმა მერე C გეგმა და რეალურად იქ ყველაფერი გაჩერებულია. იგივესთან გვაქვს ახლაც საქმე. რა თქმა უნდა, ოღონდ ბევრად უფრო ისე მკვეთრად თქვა ივანიშვილმა გუშინ იმ გოგოს სახელით, რომელიც რა ვიცი, სერიულ მატყუარად ჩამოყალიბდა ფაქტიურად მთელი აი ამ რაღაც 2-3 წლის მანძილზე ყოველ ორ თვეში ერთხელ გამოდიოდა ქალბატონ ქრივიშვილი ან მისი წინამორბედები და იძახდნენ, რომ აი ეხა ჩინელები შემოდიან 3 დღე დარჩა, 2 დღე დარჩა, ეხა ჩინური ეს კონკრეტული კომპანია, ეხა ის და თურმე ყველაფერი ტყუილი იქნა. ამჯერად ივანიშვილმა თქვა რა ზაალ იცი რომ აწი აღარც მომთხოვოთ არაფერი, არც ჩინელი არ მომთხოვოთ, არც რუსი არ მომთხოვოთ, აწი всё. მე ვიქნები ეხა და მე რო ვერ ავაშენებ, ეგ ხო გარანტირებულად იცით. დარწმუნებული ვარ. გუშინ აი ეგ თქვა, რომ დამთავრებულია, სანამ ივანიშვილი ხელისუფლებაში არის, ანაკლიაში პორტი არ აშენდება, იმიტომ რომ ეს არ აწყობს რუსებს და აგრეთვე თქვენ აგრეთვე რაში ვარ დარწმუნებული. დარწმუნებული ვარ, რომ აი ის რა ქვია, ვინმე ოდიშარიას, ვინმე ქვისლების მსგავსები, ბიჭიკო პაიკიძის ნაირი ხალხი, რკინიგზის დირექტორის, ყოფილი დირექტორის ნაირი
მდიდარი ხალხი. ესენი ხელს მოითმობენ კიდევ ანაკლიის პროექტზე, ძალიან ბევრ ფულს მოიპარავენ, ძალიან ბევრ ფულს გაბლანგავენ ჩვენი გადასახადებიდან, ჩვენი მაყურებლის გადასახადებიდან, იმ ფულს, რომელსაც მოკლებენ პენსიონერებს, რომელსაც მოკლებენ სკოლებს, რომელსაც ანგრევენ ზალ და უკვე 10 წელზე მეტია ვერ აშენებენ. ბავშვები მთელ სასკოლო პერიოდს ისე ატარებენ, რომ თავის სკოლაში ნამყოფები არ არიან. აი ამ სკოლებს მოაკლებენ კიდე დამატებით, ფულს ჯიბეში ჩაიდებენ, ოღონდ ანაკლია სპორტს ვერ ნახავს. ანაკლია აი აქედან და როგორც თქვენ გხედავთ ისე ქოცების პირობებში იქნება ზუსტად ისეთი, როგორც გამოიყურება დღეს. უკაცრიელი, გაუბედურებული, ნაკურორტალი, უდიდესი პოტენციალის დანგრეული ოცნებების ადგილი.